გამარჯობა. გამარჯობა. მ, ანუ ამოვიდი, იმიტომ რომ აი გიწერია რომ ეს ღმერთიაო და ჩამერთე თუ ეწინააღმდეგებიო ამაზრსო. ჩემსას თუ ეწინააღმდეგები ჩამერთე, თქო კი. ხო. ეწინააღმდეგები ვიხარ სამხედროებრივ. ათეისტი ალბათ ყველაზე მარტივად ეგ დამახასიათებდა. არ მჯერა უბრალოდ. კი ბატონო, აი მინდა რომ ოღონდ აი ამ დისკურსიდან რომ გავიდეთ აი თეოლოგიური სიტყვების რახან. არა, ხო გასულები ვართ. ისა ათეიზმი ხო. ათეიზმი არის ლოგიკურად შეუძლებელი სამხედროობა, ანუ ლოგიკურად შეუძლებელი როგორც სისტემა, ანუ ათეისტის არსებობა არ არის შეუძლებელი, ათეიზმი არის თვითონ ლოგიკურად შეუძლებელი ფალასი. და გეტყვი რატომ? ნახე, არსებობს სამყაროში აქციდენციური ჭეშმარიტებები და აუცილებელი ჭეშმარიტებები. თუ ხსმენი ამაზე თუ არა და გეტყვი რა არის? ანუ ფილოსოფიური განმარტებები არ მაინტერესებს. არა, აი აგიხსნი, აი გასაგებია რო არის. არ მინდა, არა, უნდა აგიხსნა, არგუმენტს გეუბნები ძმაურას ქვია, არ გინდა ის. სასწაულს ეძებ? არა, არგუმენტს გეუბნები, მაცადეთ. ნახე, აქციდენციური ჭეშმარიტებაა მაგალითად ის, რომ მე დღეს გავიღვიძე შუადღის 3 საათს. მაგრამ აქციდენციურ სატო ეძახი ხა ამას, რომ შეიძლება სხვა დროს გამეღვიძა, ანუ აუცილებელი ჭეშმარიტება არა, აუცილებლად 3 საათზე არ იყო აუცილებელი რომ გამეღვიძა. აქციდენციური ჭეშმარიტება მაგალითად ის, რომ დედაჩემს ქვია ნათია და ასე შემდეგ. ეხლა ნახე, აუცილებელი ჭეშმარიტებები არის მეორე კატეგორია. აუცილებელი ჭეშმარიტებები არის, რომ შეუძლებელია სხვანაირად ყოფილიყო, ეგეთი ჭეშმარიტებები. მაგალითად, 1 + 1 2-ია ყველა შესაძლო სამყაროში, ანუ შეუძლებელია 2 არ ყოფილიყო. არ არის. აი, აბა რანაირად არ არის? აინშტაინის ალბათობის თეორია გეუბნება, რომ არ არის. აინშტაინს არ აქვს ალბათობის თეორია, აინშტაინს აქვს ფარდობითობის თეორია, რელატივიზმის general relativity theory-ია და არაფერ შუაში არ არის 1 + 1 2-თან. ალბათობა და ფარდობითობა ერთი და იგივეა. რაი? რელატივიზმი არის თარგმანი სხვადასხვა უბრალოდ. შეფრდება არის ზემოთ ქვემოთ ალბათობა. ერთი სამი კაი, ალბათობა არის მომისმინეთ, ალბათობა არის possibility. და relativity მან ანუ ფარდობითობა იგულისხმება მაგ შემთხვევაში დროის ფარდობითობის თეორია, ანუ დროს უყურებს რელატიურად. ოკეი, კაი, ერთი წამი რო გამოვიდა. კაი, ანუ აინშტაინი ამ მითოლოგიიდან. არა, აინშტაინს არ მაინტერესებს ერთი წუთი, მაინტერესებს. ანუ აინშტაინი ამბობდა რომ 1 + 1 შეიძლება 2 არ იყოსო? ხო, ეგ გამოდის, ანუ მრავალი სამყაროს თეორია შეიძლება სადღაც არ იყოს 1 + 1. კაი, ერთი წუთი. არა, აი, ოკეი, ხო, არ მოგისმენ, დამაცადე. ან ზიხატე ხადაგე ფაქტს. არა, აგიხსნის სისულელეს 2 წამი. მაინტერესებს, ხო, არ მაინტერესებს, ხა მე უნდა 2 წამი. აგიხსნის სისულელეს რატო ამბობ, შეხედე? თვითონ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაც, ანუ სივრცე-დროის მეოთხე განზომილება და ისინი არიუმენის გეომეტრიაზე რაც გას ყველა ვარიანტი აკეთებს მათემატიკის პრესუპოზიციას. ანუ აინშტაინი თუ პრესუპოზიციაში გააკეთებდა 1 + 1 2 შეიძლება არ იყოს, საერთოდ ვერანაირი თეორია ვერ ექნებოდა რო იცოდე. ანუ პრესუპოზიცია მან მათემატიკა. ასე რომ მოდი გავაგრძელებ აღიხსნი აუცილებელ ჭეშმარიტებებს და ისა გავაგრძელებ არგუმენტის ჩამოყალიბებას. აუცილებელი ჭეშმარიტება 1 + 1 2, იდენტობის კანონი, წინააღმდეგობის კანონი, არსებული შუაღურის კანონი და ასე შემდეგ. ეს ჭეშმარიტებები ჭეშმარიტი იყო ადამიანის არსებობამდე საერთოდ, ანუ ადამიანის გონებაზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თან არის არამატერიალური და აბსტრაქტული და კონცეპტუალური. ანუ გონებაზე დამოკიდებული კატეგორიები, ანუ მენტალური წარმონაქმნებია. გააჩნია ასევე ინტენციონალობა, ანუ მიმართულია, შესაბამისად გამოდის, რომ არსებობს აბსოლუტური არამატერიალური აუცილებელი ჭეშმარიტებები, რაც თავისი ბუნებით არის მენტალური და აზრებს წარმოადგენს. ანუ არსებობს აუცილებელი აზრები, რომ აუცილებელი, იმიტომ რომ აუცილებელი ჭეშმარიტებებია, ჭეშმარიტი რო არ იყოს შეუძლებელია, აუცილებელ აზრებს ჭირდება აუცილებელი გონება, დეფინიციურად არის ღმერთი, ესეთი განსაზღვრება, ღმერთის ერთ-ერთი დეფინიცია. აუცილებელი არსება ჩვენ შეგვიძლია ეს ვნახოთ, გადავამოწმოთ სტენფორდის ლექსიკონის დეფინიცია. გისმენთ ზო, ამა აუცილებელი არსება. ანუ ერთი წუთი ხა ეს ვიღაცა ხალი რო აქ ეს დამამიუთებს და მე შენ პროსტა იქადაგებ მას. არა, მე ხალი არ ვარ, შენ შეიძლება მაგ სოფერს. შენზე არ გეუბნები, შენზე არ რომ ვიღაცა. არა, იმიტომ რომ მე დაგამიუთე და შენ შეიძლება მიყვები მიხედოს რომ მე თუ ანუ არ მაინტერესებს დავამიუთე რა მნიშვნელობა მოდერატორი ხო გქა. ნახე მე თუ თავს ხალად ვაიდენტიფიცირებ, ამიტომ ხალი ვარ, მაგრამ ამ დროს მუტრუკი მამაკაცი ვარ, მაგრამ შეიძლება ხალად ჩავითვალო, შეიძლება მაგ იდეოლოგიას მიყვები, მაგრამ მე დაგამიუთე, ვიღაც ხალს არ და რა შვეშ, ანუ ეგ რა შვეშია? არა, ისე გეუბნები, ანუ მე დაგამიუთე. ეს კაი ხო, კაი გვერდზე გავდოთ ეს რაღაცა კომპლექსები და ამ ყველაფრის ის რა ქვია, ოკეი. ანუ ეხლა მაინტერესებს. ლაგერი საყვარელი ადამიანი ხარ მასა. უაი, კაი, კაცო. ეხლა მითხარი
ჯერ შენის მითხარი რა სამეცნიერო ხარისხი გაქვს აქ გადაგაცრა და ეცი და მე გამეცი პასუხი ერთ-ერთი ბა მორჩებ კითხვას დავსვამ მე რა გავჩუმდები და მე ან პირველი კითხვა შენ რა სამეცნიერო ხარისხი გაქვს და მეორე კითხვა არის 33 წლის ებრაელი ბიჭი რო გაცოცხლდა და მე სხეულით ზეცად ამაღლდა ამისი არგუმენტი და დამაჯერებლობა ამ ყველაფერში ანუ აი ამ პრიმიტიულ მითოლოგიას რა აქვს რაღაცა ერთი ორი სიტყვა. აი ხავი გათქმევინე ბოდიში ორი წამი მომისმენი ნახე იმ ვიღაცა რეალსის არ ველაპარაკებ შენ გესმის ანუ რეალსი ჩვენი ზმარი და ისა რა ქვია პატივს აი მომისმენი Jesus Christ. ორი წამი მომისმენი ნახე რაღაცას გეტყვით მომშე ხედე ჩემი ოპონენტი, ანუ ამ შემთხვევაში ჩემს ოპონენტს წაუყენე ლოგიკური არგუმენტი და ჩემი ოპონენტი გადადის ამ შემთხვევაში სხვა თემაზე. შენ რა ხარისხი გაქვს? ამას ისე ფილოსოფიაში ქვია ფალასი, ანუ ავტორიტეტისადმი მიმართვის ფალასი, ანუ არგუმენტი. ამჭირდება მიპასუხე რა მოწეუნები არგუმენტს რა ხარისხი მაყარებუჟო. ეხლა ნახე რა შეეხება. ამჭირდება განმარტება. ეხლა ნახე შემოთავაზებას გაგიკეთებ, ნახე. შენ თუ მეტყვი ეპისტემოლოგიურ კრიტერიუმს რანაირად არის მითოლოგია, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა, მე ლაივში შემიძლია დაგასაჩუქრო წმოშე. არც ეპისტემოლოგიურს გეტყვი, არც ეპისტემოლოგიური განცხადება და გეტყვი. დამეცა კიდევ მარტივ კითხვას გისვამ. არა, ნახე, რა სამეცნიერო განათლება გაქვს ქრისტიანულ თეოლოგიაზე ლაპარაკობ. მაინტერესებს რა სამეცნიერო ხარისხი გაქვს? ორი წამი მომისმენ. ამას რეალურად არაფერი არ აინტერესებს, უბრალოდ შენი ძინით. რა სამეცნიერო ხარისხი გაქვს ქრისტიანულ თეოლოგიაში? ორი წამი მომისმენ, ანუ ფალასია კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ ოპონენტი გეუბნებოდეს არგუმენტს. მაინტერესებს რა სამეცნიერო არგუმენტის ვალიდურობაზე მსჯელობდე ხარისხით არის ფალასი, იმიტომ არის ფალასი, რომ შეიძლება ხარისხი კონდეს და ილაპარაკოს სისულელე, ან ხარისხი არ კონდეს და ილაპარაკოს სიმართლე ან პირიქით. და ასე შემდეგ. ანუ არგუმენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ხარისხს ასე რომ ფალასის ნუ გააკეთებ, ანუ ამაზე არ ვსაუბრობთ, ეგ არის ფალასი ფილოსოფიაში, ნუ გააკეთებ ლოგიკურ ფალასს და მე მეორე. გისმენ, აი მაინტერესებს ანუ შენი ეპისტემოლოგიური კრიტერიუმი როგორ მიხვედი იმ დასკვნამდე რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა არის მითოლოგიური ამბავი. აი მითხარი პოსტა კრიტერიუმი ეგ მაინტერესებს მაგრამ. აი ეპისტემოლოგიური კრიტერიუმი თუ არის რა არის ეპისტემოლოგია არის რაიცი რომ რაღაცა. ანუ ვიცი რა არის ეპისტემოლოგია არ მაინტერესებს შენ განმარტება. ანუ კიდე ერთხელ არც ერთი არ მიპასუხე. ანუ არც ერთ კითხვას არ უპასუხე. ანუ ხომ მივხვდი რომ ფალასი იყო პირველი კითხვა და მეორეზე მაინტერესებს არ უპასუხე, რას მივხვდი? კითხები თეოლოგიური განათლება რა გაქვს? რა თეოლოგიური განათლება გაქვს? მომისმინე, ორი წამი ნახე გიხსნი. ანუ კითხვას რა არ პასუხე? რაღაცას გიხსნი, კიდევ ერთხელ გეუბნები, ნახე. ანუ დებატის დროს მაგას რომ მიმართო ვიღაცას რა ხარისხი აქვს, ეგ არის ფალასი. გეუბნები არგუმენტი შინაარს უნდა დაუკვირდეს. არ მაინტერესებს რა არის, გეკითხები. ანუ ხო და შესაბამისად რადგან ანუ ლაივს არ ეხება, მე რომ მკითხო მაგალითად ნეო საცხოვრობ, ან მაგალითად სიტყვაზე შაურმა უფრო გიყვარს თუ ბურგერი, კი პასუხს არ გასცემ, იმიტომ რომ თუ დებატის საკითხი არ არის, პასუხი არ გაიცემა ეს ერთი. ანუ არ გვეუბნები რა ქრისტიანული თეოლოგიური განათლება გაქვს. და მე მეორე, შეხედე, ნახე, ანუ შენ გააკეთე განცხადება, სერიოზული განცხადება. რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა არის მითოლოგიური ამბავი. რაღაც მითოლოგიურ კატეგორიაში შეიძლება და მითხარი ეპისტემოლოგიური კრიტერიუმი, ანუ საიდან გაიგერო ეგ მითოლოგიური ამბავი. აი, ანუ ესე იგი პირველი გარგვეუბნები რა განათლება გაქვს. ნეო ეს ანუ რა ჭირს აზრის გამოტანის პრობლემები გაქვს? ვერ მივხვდი რატომ. არ გვეუბნები რა განათლება გაქვს. კიდევ ერთხელ გეკითხები რა. ცხოვრების პროზა ინტერესებს მას. აი ეს გაჩვენე, ამას არ ველაპარაკები ამ ვიღაცა შენ გეკითხები. მომისმენი გეუბნები, ნახე? ანუ ისა განათლების კატეგორია თუ გაინტერესებს, ანუ ისა ნუ ფალასია, მაგრამ მაინც გეტყვი, ანუ სული წმინდას ვეძახით ამ შემთხვევაში წყაროს საიდანაც. აჰა, ანუ აკადემიური განათლება არ გაქვს გასაგები. ხო, ნუ მოდი განათლება აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ვინმეს, მოდი შეაფასოს სვენელმა, ანუ შენ რატო აფასებ? ეხლა შენ მაინტერესებს ისმენ, ანუ ეპისტემოლოგიური კრიტერიუმი წარმოადგინე, იმის რა ქვია, რა ესე იგი, ოკეი. კაი, პირველ ესე იგი, ნუ მსმენელი ახლა ნუ აქ რა ქვია თეოლოგიის კათედრა არ ზის, ანუ TikTok-ს ხედავ, რავი, ხო, მაგრამ ვისაც გართობა უნდა. ყველა 20. ვისაც ყველა ჩემზე კომპეტენტურია? აბსოლუტურად. ოკეი, კაი. ხო, მე ძირითადად ქეცე გიდუნაშვილის ვიდეოებს ვიყავ, შენ შემოვხდი პროსტა ვერ ვთობი დრომა. ვაფშე არ ვიცი ვინ არის და უკიდურესად არა მე ვიცი. ხო, შენ გეცოდი ბაზარია. ხო, რა თქმა უნდა, ბრა. ხო. ამე სერიოზულზე გამოვიდა. წავიდეს ეს არაბების აქციაზე დადგეს, რომ ის ჰილსი არა უშავო დამაცადა. მოიცა. რა შეეხება მეორე საკითხს, ხო? ანუ რატო უნდა დავიჯერო, რომ 33 წლის ადამიანი მოკვდა, აღდგა და რაც თავარია მე ამაღლდა.
ნახე მოდი ნახე მე მაგას აგიხსნი რატომ უნდა დაიჯერო პირველ რიგში მე წარმოგიდგინე არგუმენტი რომელზეც ცხადია ვერაფერი ვერ თქვი იმიტომ რომ მაგ არგუმენტს ლოგიკურად ვერ შეწინააღმდეგე დაგიმტკიცე რომ ღმერთი არსებობს რადგან ღმერთი არსებობს და არის ზებუნებრივი არსება მას შეუძლია მოვიდეს ადამიანური ბუნებით მოკვდეს და მესამე დღეს აღდგეს ამაში წინააღმდეგობა არანაირი არ არის ეხლა მომისმენ ნახე შენ გააკეთე განცხადება რომ ეს არის მითოლოგიური ამბავი საიდან გამომდინარე კეთდება შენი მხრიდან ეს შეფასება გასაგებია რომ ეპისტემოლოგია არ იცი რა არის ამიტომ ეპისტემოლოგიური კრიტერიუმი რა არის თქო არ გეტყვი ანუ ეგ შეფასება რო გააკეთე ანუ საიდან დაადგინე რომ მითოლოგიური ამბავი ამას გეკითხები საიდან ანუ როგორ გააკეთე ეგ შეფასება ესაა ჩემი კითხვა მითოლოგია ჩემთვის ეგეც და ოჩოპინტრეც მე ხო და აი ნახე მაგალითად მითოლოგია შენთვის დაუშვათ ისა ბერძნული ღმერთები და ასევე მითოლოგია არის ისა იესოს ამბავი ხო ეხლა მაინტერესებს ნახე საიდან გამომდინარე აფასებ, მაგრამ მითოლოგია არ არის დაუშვათ შენთვის დარვინის ევოლუცია, ხო? ეხლა ნახე მაინტერესებს, რა კრიტერიუმი გაქვს რომ შეაფასო რომ ეს არის მითოლოგია და ეს არ არის მითოლოგია, ამას გეკითხები. ხო, კაი, ოკეი. ეს არის ამბავი, რომელიც გადმოდის გადმოცემით, ამის ერთადერთი მტკიცებულება არის წერილი, წიგნი, რომელსაც წერდნენ საუკუნეების მანძილზე, 1000 ადამიანის ხელში გამოვლილი. ხო, რა აბა არა. ეგ არ არის ერთადერთი მტკიცებულება. მით უმეტეს ამტკიცებს, ნახე ამით 20 ამბავს 1000 ადამიანის ხელშია გამოვლილი, წარმოიდგინე 1000 ადამიანმა დაწერა ერთი წიგნი, რომელიც ერთ პარადიგმაში დაიწერა ძველი ერთი არის ეს იმედი და პირველ ერთად აშუქება დაწყდება, აი დაწერილი და მეორე ახალი დაწერილი, წარმოიდგინე იმ მოლოდინის გავისი ხორთის შესხმა და თერინგი ისა რა ქვია, ისი მოციქულები და მოციქულები, ანუ ეგ უფრო შენ ამტკიცებ შენი ანიტო რეალობაა, რაზეც აბა თან ანუ ისე არას ბოდიში ერთ კითხვას გაგიმეორე, იმიტომ რომ ჩემ კითხვა ვერ გაიგე. ჯერ ესეთი ანუ წერილის ბიბლიიდან არ ვიგებთ მარტო რომ ღმერთი არსებობს, ვიგებთ გარედან. მაგრამ ნახე შეხედე კითხვის საიდან აბა? ნუ წერან წამოგიყენე ლოგიკური არგუმენტი, ანუ პროპოზიციებზე, ტრანსცენდენტალური არგუმენტი ქვია, რომ ღმერთი არის აუცილებელი წინაპირობა ცოდნისთვის, იმიტომ რომ კატეგორიები, რასაც ცოდნისთვის იყენებ, არის პროპოზიციები. ანუ აზრები, რომელიც შენამდე ჭეშმარიტი იყო და შენამდე თუ აზრები იყო რაღაც ჭეშმარიტი, ვერ იქნებ გონება ჭირდება მაგას. მაგრამ ნახე, მე კითხვა დაგისვი ესეთი მარტივი. მართლა მაინტერესებს, ანუ არი ფიქრო რომ აი ხა ამ შემთხვევაში ვცდილობ რამეში გამოგიჭირო რაღაცა. მართლა მაინტერესებს. აი რაღაცაზე ამბობ რომ მითოლოგიაა და რაღაცაზე ამბობ სიტყვაზე რომ არ არის მითოლოგია. კრიტერიუმი რა გაქვს? ანუ როგორ იგებ რომ ერთი მითოლოგია? ცდა. აჰა, გასაგები ხო მაგას გეკითხებოდი. ანუ ნახე შენ ამბობ ესეთ რაღაცას რომ ამ შემთხვევაში კრიტერიუმი არის ობზერვაცია ხო? ანუ თუ ემპირიულად ესა დასტურდება ამ შემთხვევაში მაშინ მითოლოგია ის არის ფაქტია თუ არა? კი ბატონო, ძალიან კარგი. ამ მეთოდით თუ მიუდგები შენ ხარ ამ მეთოდითაც უდგები შენი მთავარი თეორიები წარმოშობის რისიც გჯერა ყველა არის მითოლოგია მაგალითად დარვინის ევოლუცია მაგალითად დიდი აფეთქების თეორია ესენი არის მითები ასე რომ მაშინ მითოლოგიური თეორია არ არის მითი ან ცდის შედეგად მტკიცდება რა შველი აი მომისმენე აი დარვინის ევოლუცია როგორ მტკიცდება აუ დიდი აფეთქება ოკეი დიდი აფეთქება დღეს ჯერ კიდე თეორიაა და ცერნის ლაბორატორია მაგით ვაშენდა რომ ზუსტად ემპირია ეს ამპარტავნული დამოკიდებულება რაღაცა რომ თუ რაღაცა ზემოდან რომ მიყურებ ერთად მომისმენე რა შენ ხელა ვიყავი ზუსტად თავის დროზე მეც რაღაცები გავიარე არ არის საჭირო მომისმენე ორი წამი შეხედე რაღაცას აგიხსნე შეხედე მე და შენ შეგვიძლია ვიდეოთ რომ დარვინის ევოლუცია არის თუ არა სიმართლე და დარწმუნებული იყავი რომ მაგდებაც წააგებ მაგრამ მაგაზეც კი არ დავ უშვებ ფაქტობრივ შეცდომას რომ იძახი რომ მტკიცდება ემპირიულად ანუ ცდას ექვემდებარება და აი როგორ ექვემდებარება აი მაგალითს მოვყვან ახლა შეხვდერა რომ თევზს და ადამიანს ყავს მაგრამ იმ კაცმა ანუ გალაპაგოსის კუნძულები მოიარა აღწერა დააკვირდა შეისწავლა და დღემდე მიდის ეკვლევები და მომისმენე შეულებრივად ანუ რატო არ ანუ ნახე იმიტომ რომ რაც უფრო მეც რატო გაქვს ეს ამპარტავნული დამოკიდებულება ქრისტიანი არ ხარ? აი ისა დაამთავრე და გახცენ პასუხს აგიხსნი რატო იძახის ისულელეს. ანუ ნუ ახლა ისე მე გეუბნები რომ შენ იძახე? მე გითხარი რომ შენ იძახე? მე გითხარი რომ შენ სისულელეს იძახე? ეს არის თანასწორი. რატო უნდა გეთქვა ძმაო, რა ვიცი, არ ვიძახი და შენ რატო? იმიტომ შენ რას ლაპარაკობ, საერთოდ ჩემეთ ყოფილი პრიმიტივიზმი, მათ შორის ქრისტიანული მითოლოგია და მიმაჩ შორის პრიმიტივიზმი. ეს შენი აზრი არავის არ ინტერესებს, ნახე ფაქტობრივად. არ შენი არ ინტერესებს ასე მაგრამ დებატი. დარვინისთვის რო გეთქვა რომ ცდას ექვემდებარება, ანუ ცდით შეიძლება დაამტკიცოს შენი თეორია, თვითონ დარვინი გეტყოდა რომ სულელი ხარ და ანუ მე შენ აი ეს ხო ხარ, აი ამაზე ხარ სადღაც თბილისში ხარ და მის მიიძახი ხო? ხო მაგრამ ანუ ნახე ცუც არაფერს არ გეუბნები ანუ მართლა ვცდილობ
მართლა ვცდილობ რომ გასწავლო მართლა მე ამ აი ეს არის ქრისტიანების ეს მიყვარს ყველაზე რომ ბოლომდე ამ პარტავნები ხართ ანუ ხდები აი ამ პარტავნება გამოსვლა ნახე აი მე ამ ყველა დაუშვათ ანუ ხედავ ყოველთვის პროექციას ახდენ როგორ და ამბობს ეს ღმერთი აი ამაზე გიჟდებ ო მაგრამ ძელობას წები ძმო ნახე ანუ მე რომც ვიყო ამ პარტავნი ანუ რაშუაში ბჭო აი რაღაცებს აი მე დამუღამებული მაქვს რომ აი ამათ აი ADHD გაქვს სერიოზული რა ამ ათეისტებს პარტავნები და ნარცისები კარჩი რა ერთ ან ცოდვილი უბედური უნდა გაიარა ცოდვილი უბედური ვარ და ამ პარტავნიც ვარ ზემოდან უყურებთ იმიტომ რომ რაღაცა გგონია არავის არ უყურებს ზემოდან ეხა ძალიან მიყვარს აი მისმინე რა ანუ შეხედე ანუ ვწდები ანუ ბევრ ადგილას მოედები ხოლმე ერთი და სხვადასხვა რაღაცებს და არ შეიძლება და შენ თვითონ დაიბნე მომისმინე შეხედე დარვინის ევოლუციის მაგალითად განცხადება რომ ყველა ცოცხალ არსებას ყავს დაუშვათ ერთი წინაპარი ხო აი შენ ხო გჯერა რომ თევზს და შენ ყავთ ერთი და იგივე წინაპარი ხო ხო გჯერა მაგას აპრისთან შეხედე ანუ ეგ როგორ უნდა დაამტკიცოთ ცდით აი ეგ ამიხსენ და მაგას თუ ვინმე ცდით დაამტკიცებს მე თუ ვინდა გავხდები ათეისტი ოკეი რა ვიცი ანუ ცდით ანუ რო ანუ ნახე ცდით რომ დაამტკიცო ნახე რა უნდა მოხდეს თევზი უნდა გახდეს ადამიანი ანუ ეგ რო დაამტკიცო ცდის შედეგად ანუ წინაპარი ანუ საერთო წინაპარი უნდა მოვიდეს გენეტიკურ კვლევებს როგორც მე სამეცნიერო დისციპლინას არ აღიარებ ბიჭო შენ ცდა არ იცი რას ნიშნავს ემპირიული მეთოდი ცდა ნახე შეხედე მოდი მაგალითს მოგვა შეხედე ნახე მაგალითად სიტყვაზე მე მინდა გავიგო რატო გაფუჭდა ჩემი ლეპტოპის დამტენი ანუ ცდით შემილია ამის გაგება ანუ მიზეზის დადგენაც კი შემილია ცდით იდეაში მანდაც რაღაც კატეგორიებს ვიყენებ ცოტა ცდება მაგრამ ნახე აი თუნდაც მე და ჰიპოთეზა რომ შემიმუშაო რომ არის ისა რა ვიცი შესაერთებელი გაფუჭებული და რომ ცადო შეერთება და ნახო რომ არ მუშაობს და მივიდე იმ დასკვნას რომ შესაძლოა ეს ცდით მოხდა ანუ ცდით გავიგე რაღაცას სამივიღე ხო მაგრამ ნახე ანუ დარვინის ევოლუცია თვითონ ანუ თეორიას რატო ეძახიან იმიტომ ეძახიან თეორიას რომ თვითონ ანუ დაშვებები პრესუპოზიციები არ ექვემდებარება ცდას რო ექვემდებარებოდეს და ცდით რო ამოწმებთ კი არ ვიტყოდით თეორია ვიტყოდით რომ ამ ფაქტი ან არ არის ფაქტი მაგრამ რადგან არის პრესუპოზიცია და ვარაუდი ანუ არ ექვემდებარება უშუალოდ აქტუალურად ცდის მეშვეობით გადამოწმებას შეიძლება არგუმენტი ააგო ანუ ეხა ამ შემთხვევაში იმაზე კი არ ვმჯელობთ ანუ დარვინის ევოლუცია სიმართლეა თუ არა ამაზე არ გედავები მაგაზე თუ გინდა მე ვიდაოთ მაგრამ ნახე ანუ თვითონ ცდას რო ექვემდებარება ეს არის ცალსახად სიცრუე აი ყველა დარვინის ევოლუციის თეორიის მიმდევარი გეტყვის რომ სიმართლე არ არის თვით ვერ ვამოწმ ასე რომ შეხედე დარვინის ევოლუცია შენი ყველა წარმოშობის თეორია რისიც გჯერა გამოდის მითი მაგ ეპისტემოლოგიით და მაშინ ანუ ვიყავი ინტელექტუალურ გულსველი და თქვი რომ არაფერი არის ეს ეპისტემოლოგია და შემეცნების თეორია გაგვიგია ყველას და მეც აქვია მაგაზე ანუ საბოლოო ჯამში კითხვა არის რომ როგორ ამაღლდა სხეულებრივად 33 ადამიანი დარვინი ანუ აი ყველაფერს გადაწყვეტს დავიგე მაგრამ ანუ ხდები მენი საკითხი ნახე შეხედე ამაღლდა თუ არა თუ როგორ ამაღლდა ერთამ რაღაცა როგორ ამაღლდა ანუ ამგერებ ამაღლდა აღდგომაზე არ პრობლემა ამაღლება პრობლემა ანუ აგიხსნი რაღაცას ნახე აგიხსნი ორ წამში რაღაცა შეხედე მოდი პირველ რიგში მაშინ ხა მე და შენ რაღაცა იმედია გავიგეთ შევთანხმდით რომ მითოლოგიას ვეღარ დაუზახებ მაგას იმიტომ რომ მითოლოგიას თუ მაგ ეპისტემოლოგიით მიყვები უკვე მიხვდები რომ მითოლოგია ყველაფერი რისიც გჯერა მითოლოგია მაგ ლოგიკით ამიტომ მოდი გამოდი ხა მაგ ეპისტემოლოგიიდან ცოტა ხნიდან მაგ არასწორი წინამძღვრებიდან და დაშვებიდან რომ ზებუნებრივი მოვლენა არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ გამოხვალ მარტივად აღიხსნი. ჩვენ რადგან გავიგეთ რომ ღმერთი არსებობს, ღმერთი არის აბსოლუტურად მოსიყვარულე, მოვიდა შენი დაზიანებული ბუნება შეიძინა და შენი ცოდები იტვირთა საკუთარ თავზე, ცოდის შედეგს. ანუ აი მაგ დისკურსს არ მჯერა. აი შენ წინაშე ვდივარ ადამიანი, არ მჯერა რომ ღმერთი არსებობს. ახო მე არ მაინტერესებს ჯერა თუ მე რატო გიწერია თუ მეც ნაღმდეგობით ჩამერთეთ ხო? ანუ ნახე მე შენ პირადად რისიც ჯერა და არ გჯერა არ მაინტერესებს და შეიძლება არ შენ არ გაინტერესებს პირადად ისი მჯერა ანუ ჩვენ მჯელობთ ანუ აქ ხო გიწერია რომ ჩამერთე თუ ეს ნაღმდეგები ჩემას კი ანუ ნახე შეხედე აი მეც ნაღმდეგები იმიტომ რომ არ მჯერა გავიგე რომ არ გჯერა მაგრამ არგუმენტს არ აქვს მნიშვნელობა გჯერა თუ არა მაგალითად მე რო გითხარი წეგანა ონტოლოგიური არგუმენტი შენ რომ მითხარ რომ მე არ მჯერა ნეო რომ 1+1 2 არ აქვს მნიშვნელობა გჯერა თუ არა არგუმენტს გეუბნები და გჯერა თუ არა ეს არის პირადი სუბიექტური ისა გამოცდილება რაღაცის ან გჯერა ან არა აქ არის დამოკიდებული სუბიექტური იმაზე და როცა მომვ რაღაცა არგუმენტს ამ შემთხვევაში არგუმენტისთვის არ აქვს თორე მნიშვნელობა თორე გასაგებია რომ ისა არ გჯერა ღმერთის გავიგე ნახე რადგან გავიგეთ რომ ღმერთი არსებობს და ღმერთს უყვარხარ სხვათა შორის
ცოდვის საზღაური სიკვდილია, ანუ ისა ლოგიკური შედეგი, იმიტომ რომ სიცოცხლის დაშორების შედეგი არის რეალურად სიკვდილი, ამიტომ ღმერთმა შეიძლება ჩვენი დაზიანებული ბუნება, ანუ ცოდვის შედეგიდანაც წამოვიდა, მოკვდა ჯვარზე, ანუ ჩვენი ცოდვების საზღაური სიკვდილი გადაიხადა, ჯვარზე გაეკრა, ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა და მოხდა საუკუნო სიცოცხლის შესაძლებლობა, ანუ ყველა ცოდვა იტვირთა საკუთარ თავზე და მაგის შედეგი იქნებოდა რა თქმა უნდა სიკვდილი. ეს არის ლოგიკური შედეგი ცოდვის, ხო? აი მაგალითს მოგყვან რა, დაახლოებით რომ მიხვდე, აი წარმოიდგინე მე და შე რომ ვინმე დავაყაჩაღოთ და ისა რა ქვია, დაგვიჭირო. და მე მოსამართლემ რომ იმას დაგვაყისრო ჯარიმა $100,000 და ვერ ვიხდით. მაგრამ მოსამართლეს უყვარვალთ, ამიტომ გააკეთა ესეთი რაღაც რომ გვაპატია ეს შეგვიწყალა ასე ვთქვათ, მაგრამ გაიხადა მოსამართლის მანტია და თვითონ გადაიხადა ეს $100,000. ამას თუ არ იზამდა, სხვა შემთხვევაში უსამართლობა, შესაბამისად უსამართლობა იმ გაგებით, რომ თუ ანუ მხოლოდ შეგვიწყალებდა, მან სამართლებრივი პრინციპი ირღვევა. ამიტომ ღმერთმა გადაიხადა საზღაური ჩვენი ცოდვებისთვის. ამიტომ მოკვდა და აღდგა, ანუ აღდგა ნიშნავს ამაღდა ნიშნავს, რომ მან სიკვდილი დაამარცხა, შემოსრა, ანუ ხელმწიფება აღარ აქვს სიკვდილს საბოლოო პერსპექტივაში. ადამიანზე, იმიტომ რომ ქრისტე აღდგა და აღვადგენს ჩვენს თითოეულ ჩვენთანაც. ბაში. ხო, ანუ თუ გაინტერესებდა, ეს არის უბრალოდ. ეხლა ეს ყველაფერს სადღეგრძელო იყო, ხა რაც ვითხარ. არა, რატო იყოს სადღეგრძელო? არა, მეცნიერება ეს სადღეგრძელო. არა, ნახე სადღეგრძელო. თეოლოგიაც კი არ არის. არა, ნახე შეხედე, შენ ხომ მთხოვა ამ შემთხვევაში არგუმენტს და ნახე თანმიმდევრულად. არ არის არგუმენტი. ეტყვი რატო არის პირველში, ნახე, მე რადგან გითხარი რომ ღმერთი არსებობს, ღმერთის არსებობიდან დედუქციურად გამომდინარეობს რამდენიმე რაღაც, მაგალითად გამომდინარეობს ის რომ უყვარხარ. ანუ მაგაში ხომ მეთანხმები. აი შესაძლებელი არის რომ დაუშვათ მე არ მიყვარდე შენ. ხა ხანი ლაპარაკობ მეც ვიტყვი, ანუ ღმერთის არსებობიდან გამომდინარეობს რომ უყვარხარ. აი რა, ეს საქმეა რომ ანუ გარეთ ქარია და წვიმა. მე ეს ანუ აი რას მეუბნები? ნახე, ანუ მეთანხმები რომ გამომდინარეობს რომ უყვარხარ? არ გეთანხმები. აი გეტყვი მაშინ არგუმენტს, ნახე, შეხედე. ღმერთი რადგან არის პირველ საწყისი და სათნოებები თუ ონტოლოგიურად არსებობს, ანუ სათნოებები როგორიც არის სიყვარული, წყარო უნდა იყოს თავად ღმერთი. შესაბამისად, თუ ღმერთი სიყვარულის წყაროა, მაშინ ღმერთი არსობრივ დონეზე თავად არის სიყვარული, შესაბამისად, შეუძლებელია თავისი ქმნილება ღმერთს არ უყვარდეს. ესმის არგუმენტი? ანუ არ გეთანხმები, ჩემი აზრით ღმერთი არის შენი პროექციას, რომელშიც ასევე ფიგურირებს შენი სინდისის თენჯნა და თავის ამ საბოლოო ჯამში ყალიბდები როგორც რაღაც დანაშაულის მქონე არსება, რომელსაც გჭირდება რაღაცაზე რომ მოახდინო პროექცია მთელი შენი დედებული. ფსიქოანალიზია, ეგ ეხა არგუმენტი კი არა, ეგ არის. აი, მე რა ფსიქოანალიზი ვალიდური თეორია არ არის. არა, ვალიდური როგორა დებატის დროს ეხა ფსიქოანალიზს რომ მიკეთებ რა შუაშია, ანუ ჯერთან აბსურდია. ნახე, ანუ აი აბსურდი რატოა? ანუ აბსურდი იმიტომ რომ მარტივად გეუბნები არგუმენტს სიყვარულის არსებობას თუ აღიარებ, ანუ ონტოლოგიურად, ანუ დოპამინის ქიმიკატებს და ნეირონულ ურთიერთობებს საერთოდ არ ვაღიარებ. რას? მეტაფიზიკას და ონტოლოგიას საერთოდ არ ვაღიარებ. ანუ მეტაფიზიკა, ონტოლოგია არის რა არსებობს, ანუ არსებობის ბუნება და ანუ არაფერი არ არსებობს? ფიზიკურად კი, მეტაფიზიკურად არა. არა, ფიზიკურად რაღაც არსებობს ტრანსცენდენტალიზმს არ ვაღიარებ. არა, ეგ მეტაფიზიკური განცხადებაა, ფიზიკურად რაღაც არსებობს არის მეტაფიზიკური განცხადება. იმიტომ რომ ანუ პრესუპოზიციას აკეთებ კატეგორიების, რომელიც ფიზიკური არ არის, მაგალითად ის რომ ფიზიკა, ფიზიკურობა უდრის ფიზიკურობას და ასე შემდეგ. ასე რომ ნახე მაგალითს მოყვან, ნახე, აი თუნდაც აი ეს თუ გინდა რომელ მეცნიერთანაც გინდა გადამოწმე, გარე სამყარო რეალური არის თუ არა, ეგ არის მეტაფიზიკური ჭეშმარიტება. მაგას ამბობდა ჰიუმიც ათეისტია, შენიანია, რო იცოდე, შენიანია. ჰიუმი ვაფშე ეს რაღაც ამბობდა, რომ გარე სამყაროს არსებობის რეალურობის დადასტურება შეუძლებელია. საერთოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ ემპირიცისტი იყო და გარე სამყაროს არსებობას თუ აღიარებ, ისა მეტაფიზიკური ჭეშმარიტებაა, იმიტომ რომ ნახე მეცნიერმა წინასწარ თუ არ დაუშვა, რომ გარე სამყარო არსებობს, კვლევას ვერ ჩაატარებს. ანუ კვლევის ჩატარებას არ აქვს აზრი, ანუ ჯერ უშვებს რომ არსებობს და მერე ატარებს. ანუ პრესუპოზიციაზე დგას. ასე რომ ხო, მაგრამ ნახე, იმედია მიხვდები ხა მაგას რომ ღმერთი რო არსებობს, გამომდინარეობს რომ უყვარხარ, ანუ იმიტომ რომ სიყვარული. არა, ვაფშე არ არის სწორი. ანუ ვაფშე ეს სენტენცია არ არის სწორი. როგორ, ანუ შეიძლება არსებობდეს და არ უყვარხარ. ხო, რა, ღმერთი შეიძლება იყოს ბოროტი, მე ანუ ღმერთი ბოროტი ვერ იქნება, იმიტომ რომ მათყუ არა, პირობითად შეიძლება მაგით დავშვა ნეო.
ანუ ნახე პირობითად. მე ისა გეტყვით რატო ვერ იქნება ღმერთი ბოროტი ორ მიზეს გეტყვით და მე გეტყვით მატყუარას თუ დაუშვებთ რა მოყვება. მოდი ჯერ მატყუარაზე წეგან ვლაპარაკობთ მე და რაღაცი კაკრას. ნახე შენ თუ დაუშვებ ღმერთი მატყუარა, ანუ თუ დაუშვებ შეიძლება არსებობს ყოველძლიერი არსება რომელიც გატყუებს, ვერაფერი ვერ გეცოდინებ. ყველა ლაპარაკობ, ანუ 2+2 რო 4 ეგეც არის ზუსტად, იმიტომ რომ შეიძლება გატყუებს ვიღაც ყოველძლიერი. ასე რომ ლაივში შეიძლება არ ხარ. შეიძლება ისა გატყუებენ. მატრიცაში ვართ მე. მატრიცაში რა ხო და ნუ მან აი ნახე სოლაფსიზმზე უარეს დასკვნამდე მიხვალ მაგლოგიკით, მაგრამ ნახე მეორე ანუ ეპისტემოლოგია რა იქნება ტყუილა ლაპარაკობ, ანუ სიტყვებს მნიშვნელობები რო აქვს ეგეც ვერ გეცოდინება და ანუ ტყუილა მოღვაწეო ეს ერთი და მეორე შეხედე ღმერთი ბოროტი ვერ იქნება, იმიტომ რომ სიბოროტი არის ნაკლი და ღმერთი არის უნაკლო. იმით თავისი დეფინიციიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე. იმიტომ რომ მაშინ გამოდის ყველანაირი დუალიზმი არის ფალასი, ამ შემთხვევაში თუნდაც აი მატერიალური და ისა რა ქვია არამატერიალური დუალიზმი, რისის დეკარტეს შეროდა და სიბოროტის და ისა სიკეთის, იმიტომ რომ სიბოროტის არა ონტოლოგიური საწყისი, სიკეთის ნაკლებობა შესაბამისად ანუ რაღაცა პოზიტიური გამოწვევი მიზეზი არ აქვს სიბოროტეს, როგორც სიბნელეს არ აქვს, სიბნელეს სინათლის ნაკლებობა. ხო არის ტყვი ისა რა ქვია სიბნელეს თავისი ისა ონტოლოგია არ აქვს ხო? ანუ იმიტომ რომ სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა. ბინარული აზროვნების არ მჯერა ზოგადად, მაგრამ ანუ მაქსვაში ახლა სიბნელე სინათლე არ არის, სინათლის ნაკლებობა და ის სინათლის სიბნელე რა არის? სუდარა გადაფარებული საქართველოს თუ რაღაცა არ მჯერა მაგის, მაგრამ აი სინათლის სიბნელე რა არის? აი მოდი დავგუგლოთ მე და შენ დეფინიცია. რა არის სიბნელე? აი რა დავგუგ ChatGPT-ს ვკითხავ კიდე დავგუგ. მიდი აი მე ეხლა ChatGPT გახსენე. და სიბნელე რა არის? ანუ პროსტან მაინტერესებს. მოდი ნახე ადამიანის გონებას დროისა და სივრცის მიღმა შემეცნება არ შეუძლია. არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ რაღაცეები დავიჯეროთ. ანუ შენ ეხლა მე მომისმინე და გამოიტანე ის დასკვნა, რომ ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დროისა და სივრცის მიღმა რამე შევიმეცნოთ, ამიტომ დროისა და სივრცის მიღმა ღმერთი არსებობს, ეს ჩემი არგუმენტი იყო? არსებობს ან არ არსებობს, არ ვიცით. ხო, მაგრამ ჩემი არგუმენტი. შენი არგუმენტი არ იყო იმანუელ კანტი. რა შუაშია? აი რა შუაში. ანუ საერთოდ რა შუაში არის დება. ანუ ხედავ შენ გაკ ADHD ძმა. ანუ გეფანტება ყურადღება. ნუ გეფანტება. არა მთვრალი ვარ ADHD არ მაქვს. ხო და აი სხვასაც ჩავთავ ძმაო, ისა, გაიხარე შეგეწიოს იესო ქრისტე უფალს უყარხარ.